მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. ჩვენ ვიწყებ ჩვენს გადაცემას და ვიწყებ მნიშვნელოვანი ნიუსით, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ უკვე ვიცით, რომელიც სამი პარტია აიგზავნება, ეს არის ნაცმოძრაობა. ნაცმოძრაობა ორი, ანუ სადაც მელია, ყარამია და ლელო. რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენები იმიტომ არ აიგზავნება, ესეთი არგუმენტაცია, რომ მათ პოლიტიკაზე ელექტორატზე არ აქვს იმდენად მნიშვნელოვანი გავლენა, რომ აკრძალვა იყოს საჭირო. ეს სამი პარტია აიგზავნება, ჩემი აზრით სარჩელი ისე იქნება შედგენილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას დააკმაყოფილებს და შეიძლება ძალიან მალე ჩვენ უკვე ისეთ საქართველოში გავიგრძნოთ, სადაც ნაცები ოფიციალურად აღარ იქნება. სადაც შესაბამისად გაჯანსაღდება როგორც პოლიტიკური პროცესი, ისე ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ სუფთად ერის ფსიქოლოგიისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამ მომენტამდე მაინც გვაქვს რომ თანამედროვე საქართველოში რეჟიმი არ გასამართლებულა და ჩვენ 9 წლიანი რეჟიმის პირობებში ვიცხოვრეთ, ამიტომ მხოლოდ ამ სამართლიანობის და სამართლის აღდგენისა და თუნდაც იმ ტრამვების შეხორცებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ამ 9 წელმა დაუტოვა თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს. ამიტომ ეს მხოლოდ ცალსახად მხოლოდ პოზიტიური პროცესი არის და ანუ ამის აღსრულება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი როგორ მოხდება, იმიტომ რომ ესენი არ არიან ის ხალხი, ვინც აი პარტია აგვიგზავნეს და ჩვენ გავდივართ მაშინ პოლიტიკურ თამაშს. ესენი გააგრძელებენ ისევ თავის დივერსანტულ ქმედებებს. ისედაც მარგინალური ქმედებებია და როცა ოფიციალურად არც ანგარიში ექნებათ, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და ასე შემდეგ, მაშინ ეს იქნება რაღაცა ბოდიში ისინი ეხლაც გამოთიშულები არიან არჩევნებს, იმიტომ რომ ბოიკოტის რეჟიმში არიან და გადასული არიან თავიდან ბოლომდე ქუჩის რევოლუციურ პროცესში და ეს რევოლუციურ პროცესი მათ პარტიის ქვეშაც იღებენ. პარტიის სახელით სარგებლობენ, შეხვედრებს აწარმოებენ პარტიის სახელით. აწარმოებენ. აქვთ გარკვეული პრეფერენციები, ვიღაცა ტიპები საკრებულოებში და სხვაგან ყავთ, ჯერ კიდე მე მგონი ყავთ. ეხლა აღარ, მაგრამ ყავდათ. ანუ მაინც რაღაც გარკვეული პრეფერენციები. რა თვითონ მოდი აკრძალვის თვითონ იდეოლოგიურ ნაწილზე რო ვილაპარაკოთ რა, მან რა არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანებს აქვთ ეს განცდა და ალბათ აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ იცი რა არის რეჟიმს თუ არ დაერქვა სახელი, მაშინ არაფერი არ გამოვარა და ზოგადად ფილოსოფიაში სახელდება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც მედიცინაში, შენ თუ არ დასვი დიაგნოზი, ვერ უმკურნალებ. შესაბამისად, შენ თუ სახელი არ დაარქვი და სწორად არ განავითარე, ხო ის მაშინ რაღაცა ანომალიური პროცესი იქნება. ჩვენ აუცილებლად უნდა დავარქვათ ამ რეჟიმს სახელი, რომ შემდეგ აღარასოდეს განმეორდეს. ეს არ არის არც ავტორიტარიზმი, არც დიქტატურა, არაფერი კავშირი არ აქვს, ეს არის წმინდად დასავლური მოვლენა, როდესაც შენ აფასებ შენ წარსულს და აფასებ ისე მტკივნეულად, ისე ტრამვატულ ნარატივს ქმნი, როგორც შექმნა მაგალითად ნაცისტურმა გერმანიამ, რომ ესე იგი ხელოვნებიდან დაწყებული პოპკულტურით დამთავრებული ყველგან აისახა ეს ნაციზმის ბოროტება, მიხვდი? სისხლის სამართლის კოდექსში. რა შეეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჰოლოკოსტის კითხვის ნიშნის დაყენება არ შეგიძლია. და სიმბოლიკის გამოყენება. რა თქმა უნდა, და ამას დამატებული ჩვენი ქვეყანა, აი ეს პატარა საქართველო პროპორციულად რომ გაიაზრო რა მოხდა ნაცების დროს, ეს იყო ერთი ნაცისტებისგან განსხვავებით, ეს იყო ერთი გარეძალებისგან შიდა აგენტურის მიერ შემდეგ თავის იმპროვიზაციით გაკეთებული საოცარი ენით აღუწერელი ქმედებები, წამების მთელი კასკადი და სისტემური წამების, ეგ არის მნიშვნელოვანი. და ამას დამატებული ეს იყო, არ ვიცი, ქართველების აი პირდაპირ ზიზღი რა, აი ახალი მოქალაქის შექმნა. ეს ნარატივი, ახალი მოქალაქის ნარატივი. შესაბამისად, ამას ჩვენ სახელი უნდა დავარქვათ, რომ ნაცები არ არის მარტო ციხეში წამება. ნაცები ბევრად კიდევ უარესი რამეა. ახალი მოქალაქის შექმნაზე გამახსენდა ნაწილობრივ
გამოვიდათ, იმიტომ რომ რასაც ჩვენ გუშინ მიუძღვენთ გაცემა და დღესაც გრძელდება, აბსოლუტურად. სწორადაც ახალი მოქალაქის ჰომონკულუსის, აი რაღაცა აი ახალი ჰიბრიდული ჯიშის ქართველს ვერ ვიტყვი რა, ადამიანს. ქართველი არ არის, ქართველი არ არის. ვიღაცის და სხვა ჯერს არც ადამიანი არ არის დიდად. ხო, ნუ მოკლედ ეხლა ზუსტად იმ ჩვენი მეგობრის სამძიმარიდან მოვდივართ და ლაშა ბასლანზე და აქ გუშინ ვისაუბრეთ კიდე ამ საკითხზეც აი ის არა ადამიანები ის მართლა ყველაზე ავიწარმონაქმნი ამ საზოგადოების ყველაზე საშიში ხალხი რომლებიც ადამიანზე რომელსაც არ ვიცი ცოლი შვილები ნათესაობიც მაკაცების მთელი ამხელა არმია და განიცდიან და ესე ცუდად არიან და ხაცა კომენტარის ანუ ეს არის უსისხლო ხალხი ესენი არიან უსისხლო ადამიანები ამათ მართლა არ გააჩნიათ არა მორალზეა ლაპარაკი ეს არის ყველაზე ავიძალა იმიტომ რომ ეს არ ჯდება არანაირ ქართულ კულტურულ კოდში ქართული კულტურა პირველ რიგში არის ქრისტიანული კულტურა ყველაფერს სხვას რო თავი დაანებო ქრისტიანულ კულტურაში გარდაცვლილ ადამიანზე მსგავსი ტიპის ჟრიამული იქნება თუ ყველაზე უარესი კიდე ჟრიამულზე ჩემთვის იყო სხვის სამძიმარს როცა ამუნათებდნენ რომ შენ როგორ გაბედე და სამძიმარი გამოუცხადე ამ გარდაცვლილის ოჯახს მე რაღაც ძალიან გაკურებული და ნაწყენები რო არის უსამშობლოებს გვეძახიან როგორ შეიძლება არ იყო ადამიანი უსამშობლო რომელიც შენ თავარი კულტურული მახასიათებლების და ღირებულების წინააღმდეგ მიდიხარ რაც არის გარდაცვლილის მინიმუმ არ შეურაცხყოფა ჩვენ ხო რაღაც ისეთ ტიპის მაღალ მატერიაზე არ ვამბობთ რომ რაღაც აუცილებელია რომ შენ განიცადო ადამიანი რომელსაც არ იცნობდი არ მოგწონდა არ ეთანხმებოდა ეს შენ ამ ჩვენ იმას ვლაპარაკობთ რომ რაღაც საჯარო სიხარულს ხო ამ მიკროსოციუმში ჩვენ ხედავთ უფრო უარეს კიდე რომ სხვას რომელსაც განიცადა იმას ეუნებიან რომ შენ ხარ ცუდი ადამიანი იმიტომ რომ განიცადა ლაშაზე მინდა გუშინ არ მithქვამს და ლაშა იყო 4ჯერ დაჭერილი მეგობრებო მიშამ დაიჭირა 4ჯერ და გლდანის ციხეში ჯოჯოხეთი გამოიარა ბიჭმა каранტინი 4ჯერ დაშალეს ოლეგ ფაცაცი არის ესეთი და პირადად ცემა ბადრაგები ცემდნენ ზოგადად იმ ჯოჯოხეთში ცხოვრობდა და პირადი მიზეზი ჰქონდა მას რომ აი ნაცებს მინდა მიმართო გასაუქმებლად განწირულ ნაცებს რომ ეს დაეწერა რასაც წერდა მაგრამ რომ იცოდეთ ლაშა არ იყო პროპაგანდისტი არ იყო პროპაგანდის მანქანის წევრი არ იყო მით უმეტეს რა ტიტუშკები რის ტიტუშკები ახლა რო იძახიან რომ ტიტუშკები და სისულელებს ანუ ლაშა უფრო მეტი ჩანდა აი ამ თქვენს შიში ვიდრე რეალურად იყო მაგრამ თქვენ ხო უბრალოდ ადამიანები არ ხართ მოდი გავაგრძელოთ მეგობრებო ლაშა იყო კაი ადამიანი და რაც შეეხება ამ ნაცების მიერ რაღაცა მაგარი დაწვალები ბიჭი იყო რა დაჭერილი იყო ჩადებებზე როცა ვერაფრით ვერ მიუდგნენ და გამოიარა ნუ რა თქმა უნდა ხა ვისაც ახსოვს ნაცების ციხე კი ჯენზის და იმ ბავშვებს რომლებიც ვაფშე იმაში დაიბადნენ ხო რომელ წელს ხო ანუ ეგეც მნიშვნელოვანია გაუქმებასთან ერთად რომ აუცილებელი არის მეხსიერების პოლიტიკა განხორციელდეს რომელსაც როგორც ჰოლოკოსტის უარყოფაზე შენახსენე მე ნაცი არ მახსოვს ანუ ეგ უნდა იყოს აი როგორი ტაბუ ისი რას ნიშნავს შენი ქვეყნის უახლესი ისტორია არ გახსოვს ამითი ამაყობდა ამას მე იქადნი ამას რომ მე ის არ მახსოვს და ამიტომ ფეხებზე მკიდია მე იმას მოვაბრუნებ თუ არა ჰიტლერის გერმანია ვაფშე არ ახსოვთ ხო მოდი მაგრამ ვიდეო რაღაცები რომ დაიწერა და შეიქმნა ნაშრომები და ლიტერატურა და კინო იმის მერე ახსოვთ გავუშვათ ვიდეო ნინო ლომჯარია გავუშვათ ლომჯარია საინტერესო ფიგურაა ძალიან ეს ერთ-ერთი მთავარი საეზღარი ადამიანია რომელიც ერეკება საგამზირე ხორცს და თვითონ არსად არ ჩანს და გავუშვათ თუ შეიძლება
პროტესტი არის ის ერთადერთი ძაფი ამ წუთას, რაც საქართველოს მოსახლეობას აკავშირებს ევროკავშირთან. და როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არ გვინდა შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, არ გვინდა რომ ევროკავშირმა თქვას, რომ ეს ქვეყანა რაღაცა დაულაგებელია და ვერ გადაწყვიტეს რა უნდა თვითონ მოდი დავანებოთ, შევეშვათ ამ ხალხს და ჩვენი საქმეები ვაკეთოთ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალია ცდუნება მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, რომ უბრალოდ აი ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებზე არ იმუშაონ, იმიტომ რომ მათ თავიანთი შიდა პრობლემები, შიდა საკითხები აქვს. ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გვაკავშირებს დღეს როგორც საზოგადოებას და ქვეყანას ევროკავშირთან, ეს არის რა თქმა უნდა სტატუსი და ეს არის ის პროტესტი, რითიც რაც არ აძლევს ევროკავშირის წარმომადგენლობას უფლებას, რომ მიგვატოვონ ჩვენ როგორც სახელმწიფო. ესე იგი, სტატუსი მიიღო ოცნებამ და 10 ამ ქალის შეცდენილი უაზრო არცება ადამიანი, რომ დაბოჟიალობს იქ და რომ ხულიგნობს, ეს გვაკავშირებს თურმე ევროპასთან რა. კი, და ევროპასთან გვაკავშირებს ამისი განცხადება, რომ ჯობს ბომბებით ვიოდეს რუსთაველზე, ვიდრე სირცხვილით იწოდეს, რაც იყო უკრაინისთვის მისთვის არასაკმარისი. ევროპასთან მართლა კიდე რაც გვაკავშირებს ქალბატონ ნინო ლომჯარიას ეკუთვნის, იმიტომ რომ მისი აპარატის ეს იყო ხო ის ბურჯანაძე, ფაქტოსანი და ძალიან ხატმწერი გამონათქვამი და აღწერა ვთქვათ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ დასავლეთთან სრულად მონური და თვითკოლონიალისტური ევროპამ რო გითხრას 2 კვირა თუ 1 კვირა ცალფეხზე იდექით უნდა ვიდგეთ. ჯერ ამას რო ადამიანი იტყვი. ძალიან მაგარი ამბავია რომ გვაკავშირებს ევროპასთან და რა გვინდა რომ ევროპასავით იყოს. ეგ ხო სახალხო დამცველის აპარატი, ესე ფიქრობდა ზოგადად. მეგობრებო, ქვეყნის ინტერესებზე. დაიჭირეს საფრანგეთში 10-მდე ადამიანი. ბრალი არის საფრანგეთის მეუღლის კიბერბულინგი, იქ სოციალურ ქსელში წერდნენ რომ ეს კაცია სინამდვილეში შემოფროდიტია. და ამის გამო, აი ამ ბულინგის გამო, პოსტების გამო პრაქტიკულად საფრანგეთის სასამართლოს წინაშე წარდგა 10 ადამიანი. ჩვენც გვინდა ესეთი კანონი, მე საფრანგეთი არის დემოკრატიის აკვანი მეგობრებო, და თუ საფრანგეთში კიბერბულინგისთვის თავდების პირის ან მეუღლის პირველი ლედის კიბერბულინგისთვის იჭერენ ადამიანებს და სისხლის სამართლის მუხლი არსებობს, საქართველოშიც უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ეგრეა რა, მიბაძოთ მას რა. აი ეს არის ამბავი. სინამდვილეში ეს ხდება რა. გამოხატვის თავისუფლება, თურმე ფეტიშია გამოხატვის თავისუფლება. შენ შინაგანად არაფერი ახარ, ადამიანი არ ახარ. აი ესეთ ადამიანს ჭალებში ბასლაზე რო ქირქილებს, იმას რა გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს. რა, ჯერ უნდა დაიმსახურო შენი ადამიანობა, შენი გამოხატვის უფლება. შენი ნებისმიერი გამოხატული აზრი არის შხამი. გამოხატვის უფლება. კი ბატონო, ნინგა გრიგოლია გავშ მე აღარ შემიძლია იმაზე ლაპარაკი, რომ ამდენი ჟურნალისტის დაპატიმრება და დათქმევება არ შეიძლება და მე ვიღაც გამправებლები იმებს კომენტარებს რო წერენ ხოლმე აგულიანებენ ამ თავიანთ საყვარელ ხელისუფლებას, რომ მიდით უფრო უარესი უქენით, აი ამ ხალხს უმინდა ხოლმე ვუთხრა, რომ ხანდახან მიფიქრია, რომ მართლა ხო არ არის თქო რა, აი ეს ნაწილი საზოგადოების იმის ღირსში, რომ საერთოდ თავისუფალი მიკროფონი აღარ არსებობდეს ამ ქვეყანაში. ანუ ეს არის თავისუფალი. ანუ ინგა გრიგოლიას მიკროფონი თუ აღარ არსებობს, დაგცემა. თავისუფალი მიკროფონი აღარ არის. ისე ინგა მართლა თავისუფალი მიკროფონი მე სულ არ ვეთანხმები იმ პოზიციას და სხვა შორის ეს ევროპული პოზიცია არის, რომ რეგულირებადი ყველაფრის უფლება არ არის თავისუფლება. და ამას ცხადყოფს აგერ ევროპის მაგალითი, შალვამ რაც მოიყვანა ეს მაგალითი. ამას ხატყობს ბრიტანეთი, რომელმაც 12000-ზე მეტი ადამიანი კი პოლიტიკური მოსაზრების განსაკუთრებით კონსერვატიული შეხედულების გამო დაიჭირა. კი აბორტის პროტესტების უფლება არ გაქვთ მაგალითად დუმარეთი არაფერს არ აპროტესტებს და ასე შემდეგ და შემდეგ. ეს არის რომ ყველაფრის უფლება არ გაქვთ და რეგულირებადია იქ გამოხატვის თავისუფლებაც აგერ ვახსენებთ ხო ჰოლოკოსტის კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენე. შესაბამისად ხო აი ის გამოხატვის თავისუფლება რაც თქვენ გონია დამახინჯებული სრულად დეფორმირებული იმიტომ რომ უციგნურები ხართ გოიმები და გადმოიღეთ პირდაპირ არის სომალიში ალბათ ეგ გამოხატვის თავისუფლება თქვენ რაც გონიათ დანარჩენი უნდა იყოს შეზღუდული არა თქვენი გადაცემა თქვენი ის რო აკეთებდა ტელევიზია ბიძინა ივანიშვილმა მაგალითად ამასთულის დღე გადაწვა
ლალის თვლებს ის რაღაცა გათხარამ ცაგადაკეტა ნაპირი ხო აი ესენი ან რო ამბობდით პოლიციელებმა ბავშვი მოკლესო პატარა და ჩააგდესო ყვა მიპოვეს და უკან ჩააგდეს აი ეგეთ რაღაცებს რო აკეთებით მაშინ გეფიქრათ რას გამოიწვევდა ეს საზოგადოებაში ჯერ საზოგადოებით იზომება ტელევიზიის რეიტინგი ვინმე დაგიდგება გვერდში მართლა მაინტერესებს ვინმეს დააკავებთ რომ დაიყვირეთ გახსოვთ ეს ამბავი გახსოვთ და გული სამ ადამიანი მოკლესო კაცო სამი პატიმარი მკვდარია სამი ადამიანი მკვდარია და ზოგადად არ დაგიდგება გვერდში მე მიხვდებით რომ უი ზოგადად მეგობრებო სახალხო ქმედება ანუ რა გამოდის ჟურნალისტების დაჭერა არ შეიძლება მაშინაც კი როცა ის კანონს არ ღვევს ეს როგორ არის ჟურნალისტი არა აღმატებული პოზიცია. არა, ოღონდ ჟურნალისტი უნდა იყოს ნაც ჟურნალისტი. თორე ჩვენი ჟურნალისტი ნათია ბერიძე რატო ყველა პოსტივის კორესპონდენტი რომელიც აქციაზე იდგა რომ ცემდნენ რა ბულინგი ვიღაცა ცემდნენ და აგინებდნენ და ესროდნენ რაღაცებს და ეგ არ არის პრობლემა. აბა ნინია კაკაბაძე გავუშვით, გაიხანი არ მომისმენია. ჩვენ თუ ეს მე არ ვამბობ და არავითარ შემთხვევაში არ მინდა არავის ციხეში ჩაჯდომა, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად იმას უნდა მივახციოთ, რომ ამ ქართულმა ოცნებამ აი ეს აბსურდული კანონი, რაც მიიღო ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, თვითონ შევიდნენ ჩიხში ისეთი, რომ თავად მოუწიოთ ამის გაუქმება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ისინი პროტესტ. რას ამბობ, რომ მასობრივად უნდა დავარღვიოთ კანონი და მე თვითონ რატო არ გადის. აი მე რა არ მესმის, არასოდეს არ შეიძლება მოუწოდო ადამიანს საციხო საქმეზე წასვლა, ან რაღაცა ძალიან ისეთ საქმეზე, სადაც მას შეიძლება ზიანი მიადგას, თუ შენ პირად მაგალითს არ აძლევ. არ შეიძლება წინა პლანზე არ დგახარ. ხო, არ შეიძლება შენ დივანზე იყო წამოკოტრიალებული და ეგ უთხარო წადი, აბა დაარღვიე კანონი. მომყევი ბრძოლაში არის რომ შენ ხარ წინ და უკნინან უნდა გამოყვნენ და ესენი არიან როგორც შენ ჩემაგივრად იბრძოლა. და მე ტელევიზორიდან შევაფასე. ხო, მე არ გადავკეტავ კანონს. მე ქუჩას, მე არ მინდა ციხეში. აი ეს ეგრეთ წოდებული აზრის გიგანტები. ნუ არა, არ შეგვია რა. გია ნოდია გაუშვით, აბა ეს რაღაც რასამოს. სიმბოლურ ფიგურად იქცა მზიამაღლობელი, ვიღაცა უნდა იყოს, ხო, იმიტომ რომ ლიდერი არ არსებობს, პოლიტიკური ლიდერობა საერთოდ აღარ არსებობს საქართველოში, ხო, მაგრამ არსებობენ, ასე ვთქვათ, სიმბოლური გმირები, ასე ვთქვათ, სახეები და ასეთ სახეთ იქცა მზიამაღლობელი, რითაც აღიარა, იმიტომ მიქცა ასე. რითაც აღიარა სრული კრახი, მზიამაღლობელი სახე იქნება რევოლუციის, ის რევოლუცია არ გამოვა. ანუ ხდები ლაზარე როცა იქნება ლაზარე როცა იქნება გმირი ეს გმირი ნუ არ გამოვა და უჩააბაშზე როცა იქნება გმირი კი ბატონო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში სადაც გმირები არიან ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა და ანწუხელიძე იქ მოდი მზიამაღლობელი გმირად ვერ შედგება რა მოგვიწევს უჩააბაშზე ბახოსანაია ხავშ ხალხისთვის ვინც იგზის სრულად მართლობ და ასეთი სასჯელები აქვს ეს არის მთავარი რომ ბრძოლა არ შეწყდება მათაც უნდა იცოდნენ ჩვენ თავსაც უნდა ვუთხრათ ხვალ კიდევ ერთხელ დავინახავთ ამასა და გადავუსვამთ ხას იმ პროპაგანდას ქართული თუ რუსული ოცნებისა რომ თითქოს საქართველოში პროტესტი დამთავრდა ან დამთავრდება არ დამთავრდება არასოდეს ვიდრე ივანიშვილი არ დამარცხდება მე მინდა ყველას მოკითხვა გადავცე აქედან ვინც ამ დღეების განმავლობაში დააპატიმრეს იმ სინდისის პატიმრებს რომლებიც ამდენი ხანია სხედან ასე მაგრად ტელევიზორები ყველას აქვს შენ უბრალოდ ხვდები რა ციხეში სხედან როცა მე ვიხსენებ ბასლა რა ციხეში და მე რა ციხეში კარგი ანუ რას ამბობს ხა ეს რომ არ დამთავრდება პროტესტი ხო არ დამთავრდება ყოველ დღე 10 კაც ზვარაკად შესწირა ჩვენ უყურებთ ესე ამბობენ რა ჩვენ უყურებთ საცირკო წარმოდგენას უკვე მთელი წელია ну მილევად პროცესში ხო უკვე 25 წელი ჩვენ ვუყურებთ და ან რას არ ქმევენ ესენი იმას რომ პროტესტი არ შეწყვეტილა როდესაც ამ
პროტესტის მანძილზე აბსოლუტური უმრავლესობა დღეებისა, ესენი კანონს საწინააღმდეგოდ კეტავენ ქუჩას, მათ არ აქვს ის რაოდენობა, რომელიც საჭირო არის ქუჩის გადასაკეთებლად კანონის ფარგლებში. შესაბამისად, ყოველდღიურად ჩვენ ვუყურებთ კანონ დარღვევას, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას შესაბამისად ძალადობას, იმიტომ რომ რუსთაველი გაუქმებული არის და რაღაც კონკრეტულ საათამდე, იმიტომ რომ აი გიჟებმა მართლა უსამშობლო ხალხმა გადაწყვიტა რომ აი ჩვენ 10 თვლა გვაქვს დაწყებული რა და კალენდრული დღე არ უნდა გამოგრჩეს ყოველ დღე უნდა იმ რა ქვია კეზერას ტელევიზიამ უნდა გააშუქოს სანაცვლოდ ამსხვერპლის სანაცვლოდ ხო რას იღებთ ხო ანუ აი რას იღებთ მან როგორია ისი კიდე რომ ანუ ამ შეიძლება ვიღაცა მართლა დაიჯერა ეგ რა რომ ანუ ამითი რაღაც მნიშვნელოვანს ემსახურება რა იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, ნუ ახლა რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ხო მაგაზე, მაგრამ ეგაა რა, მაგრამ მთავარი საფუძვლები ამის ეს არის აღვირახსნილი პროვინციალიზმი და ეს არის მართლა გოიმობის ისეთი მასშტაბი, რომელიც მარტო ლიბერალიზმით უნდათ რომ გადაფარონ და მან პოულობენ საკუთარ თავს. ეს მცირე ჯგუფი რომელიც თვით რეალიზაციას ვერაფერში ვერ იპოვა, ხედავს მარტო იმაში, რომ აი პროფესიად არის გადაქცეული აქტივისტობა. და ესენი არ უნდა პროფესიით აქტივისტები. მუშაობენ აქტივისტებად. ვიღაცა ამაში ფულს იღებს, ვიღაცა სოციალში ლაიქს. ვიღაცა სოციალში ლაიქს, ხო, ეგ უსწორდება. ცხოვრებაში პირველად ვიღაცამ შემახო. ტაში დამიკრა, ჩემს აქციიდან დადებულ ფოტოს 100 ლაიქზე მეტი აქვს და რა შევდექი ადამიანი. გაუშვათ აბა ერთი თინახიდაში. სრულიად გამოუგნებელი განცხადება სახალხო დამცველის, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. როცა სახალხო დამცველი ვერ აცნობიერებს, რომ ის მოვლენა, რაც მოხდა რუსთაველის გამზერზე მანქანაზე, რომ გადაიარა ახალგაზრდა ქალმა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დანაშაულთან. ნუ აი როგორ კატასტროფაში ვართ, უკვე აღარც კი ვიცი ამას სახელი უნდა დავარქოთ. არ ვიცი, ტაივანიდან არ ვიცი. როცადოს იგივე, საიდანაც ერთვება იმ ქვეყნის პოლიციის მანქანაზე რომ გადაიაროს. და შემიდი იმას ქნას მე გონია რომ ისეთ ქვეყანაში არის სადაც თulis რომ დემოკრატიული ქვეყანაა. სტატებში პოლიცია შეაგირო ჯერ-ერთი მარტო ამისთვის არის იქ ხონდა ძალადობას ადგილი. ამ ქალმა ტაქსისტი იძალადა. ჩვენ კადრები ვნახეთ ძალიან კარგად. მე შეაგინა პოლიციელს და მანქანაზე გადმოიარა. და ეს რო გააკეთოს მართლა. სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდი ეგრე ვთქვა, სადაც აქმულ ქვეყანაში მისთვის, ხო? აი ან ინგლისში რა მოხდება, რას იზავს შტატების პოლიცია? მინიმუმ ყველა ძვალს დაუმტვრევენ მინიმუმ. და მე შეიძლება ეს რომ კიდევაც გასულ. ხო, და სროგზეც წავა. ანუ ის პოლიციელი თუ ჩათვლის რომ მისი ღირსება იმდენად შეილახა რომ ეგ კანონზომიერი არის, ეს რის რა პრობლემაა? აი საიდან გაჩნდა? აი მე რა ვიცი, აი პოლიტიკაში არის ამდენი ხანი, უყურე რაღაცებს ჩაჯობს, თანამდებობებზე იყო. საიდან გაჩნდა ეს რომ აი მანქანას, პოლიციის მანქანაზე ფეხებით რო ავიდეს ადამიანი, ეს არ არის დანაშაული. აი უბრალოდ საიდან მოვიდა ეს სიგიჟე რა? ნუ პოლიციელს დარტყმა არ არის დანაშაული. იმის რა ქვია, მანქანის დაწვა და აყირავება ხო გახსოვს, კაცო? პირველი ის რო იყო, რა ქვია, გამჭვირვალობის კანონის აქციები. პოლიციის მანქანებს გადააყირავს და დაწვეს და ესო ძმაო გამოხატვის თავისუფლება იყო. ეს ევროპული მოვლენა არის, მოსულაო ეგრე. პოლიციელებს კაცო, ჩვენ უყურებდით პირდაპირ ეთერში პიროტექნიკას და ხელნაკეტი იარაღებს ესროდნენ, მეტი რა გიწევთ. ხო და ეგ ევროპული მოვლენა არის და წყლის ჭავლის გამოყენება ძალადობაა მე მაგაზე ვასუხარ. მოდი გავუშვათ კიდე ერთმა. ხო. აღარ მახსოვს იმასაც. კარგი არგუმენტი იყო მოუკარი თვალი. ბასლაზე ლაპარაკობთო რომ ესე ცუდად მოიხსენიებთო და ასევე ითხოვთ ემპათიასო 6 დღით დაჭერილი ადამიანების გამო რა. 6 დღით რომ რატო არაფერს არ ამბობ? ხო, გიორგი ლიფონავა რატო არ განიცადე? მე ბოლო გავუშვათ, აი ეს გავუშვათ და მე გეტყვით, სად არის კიდე მთავარი კოგნიტიური პრობლემა. აი თაზო დათვნაშვილი გავუშვით და გეტყვით რა, რას ამბობს სიგიჟეს. ესეთ იდიოტებს არ უნდა ხშირად ჩვენ კოლეგა პოლიტიკურ პარტიებთან არიან აფილირებული, შეეცადენ ჩვენი გარიყო ამ პროცესთან. ოღონდ გამოჩნდა რომ ჩვენი გარიყო ამ პროცესიდან შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს პროცესი პარტიებს არ ეკუთვნის და გუშინ იყო დღე, რომელიც მათ შორის აი რაღაცა კინკლაუბებით ნათლად გამოჩნდა, რომ ეს პროტესტი არაპატიებს არავის აი ამ ცდელობას, რომ კისერზე შეაჯდეს ნაცარქექიასავით ქართულ ხალხს. გააჩერა. ნამდვილად არავის ნაცარქექი არის ცნობილი ქართველი ყველაზე ტიპიური მე მგონი
ეპიკური კიდეც ქართველი პერსონაჟი. ნაცარქექი არის ადამიანი, რომელიც გამოხატავს ქართულ ხასიათს და რომელმაც დაამარცხა ბოროტება. მასე 100-ჯერ ფილოსოფოსია. ისერზე დააჯდეს, ხვდები შენ? ანუ იდიოტები არიან ახლა. საერთოდ აზრი არ არის. შენ გინდა რომ ამას ნაცარქექის ფილოსოფიური გააზრება გქონდეს? ჰა? ნაცარქექის ფილოსოფიური გააზრება გინდა რომ გქონდეს? ჩვენ არ გაქვთ ეს ნაცარქექი უდადებით ეს პერსონაჟი. არა, ერთი წუთი, რაზეც ლაპარაკობთ, მაგაზეა პასუხი. ადრე იმედის ეთერში, როდესაც ვახოს ანაია მუშაობდა მან, მიყავდა გადაცემა, თუ არ ვწდები, ერისიონი რატო წავიდა რუსეთში და ეს არის ღალატი თუ არა. აქეთ იყვნენ წარმოდგენილი ლევან ხამბაშიძე, ჩერგო და ბენდუქიძე. ჩერგო რომელმაც მიყიდა გადაცემას გაზპრომს რა. ხო და იქ ლაპარაკობდა თუ არ ვწდები გიამურღულია თქვა რომ ნაცარქექი არის ქართველის ესეთი არქეტიპი და ნახე იქიდან ლევან ღამბაშიძემ და ბენდუქიძემ ტაშდა უკრეს იმას რომ ნაცარქექი უნდა გადავიაზროთო ეს არისო ეს ტიპიო ზუსტად მატყუარაო და აი მიდგება ჩვენ რუსებს პირიქითო ესე უნდა შეუტიოთო და არა ესევე თამაშობ რუსეთზე გადა. მიშა შულდაძე როგორც უწევს. ანუ ჩვენ იმენა და ჩვენ უნდა ვიყოთო მაგარი ამაკიერიო. ამას ამბობს ლევან ღამბაშიძე, რომელიც მე ამბობს რომ ევროპამ რო გითხრას ცალფეხზე უნდა ვიდგეთ 2 კვირა. ვაი თქვენს პატრონს თქვენს. ხო, ანუ როცა ნაცარქექიაზე ამბობ, ესე ნეგატიურად მეხსენებდა, მე კისერზე რო ვინმე მესეჯდა, დევის დამარცხებელი. აბა ბიჭო ადამიანი, რომელსაც ყველაზე გამჭრიახი პერსონაჟი, ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი დევის მხარეს არის. ანუ შეხო ხვდები ხა იმხელა ამაგი როგორც არის საზარელი ბოროტიძალის დამარცხება ვაშკაცობა და ჭკუა ხერხი ნაცარქექიაში ნაცრის ქექვა აზროვნების პროცესი არის ესენი ამათ ჭირდებათ აზროვნების პროცესი თავად რო აწარმოონ აგას რომ მიხდო და ვიზე ვლაპარაკობთ ბიჭო ნაცარქექი არის თუმე კისერზე აჯდა იმას ოჯახს კარგი სწორედ მაგაზი არის ნაცარქექია რომ ოჯახს რო კისერზე აჯდა ანუ ყოფითი რუხი ადამიანი რო იყო ვითომ და რო წავიდა გავიდა ამ ოჯახიდან და ასეთი თავგადასავალი გადაიარა და გადააზრებინა ყველას თავისი როლი აი მაგაზია მაგრამ თქვენ არაფერი არ თქვავს კარგად ზანდებოთ მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს ხოლმე შევხვდებით ნახონდეს